გიჭირთ ურთიერთობა ყველაზე ახლობელ ადამიანებთან. ესე იგი, ვსვამთ კითხვას, მაშინ როგორ და რით არიან ეს ადამიანები თქვენთვის ახლობლები? მხოლოდ ფიზიკურად? სისხლით? ადამიანი ხომ ემოციური, მენტალური არსებაა. შესაბამისად, კონკრეტულ პიროვნებასთან ახლობლობაც შენს მენტალთან ახლოს ყოფნას მოიაზრებს. პიროვნება ხომ ადამიანის შინაგანი სამყაროა და არა სხეული. დღევანდელ ცხოვრებაში მოჩვენებითი ურთიერთობები საგრძნობია. თუმცა ამაზე ხმამაღალ საუბარს ბევრი თავს არიდებს, რადგან სულ მარტოობას არჩევენ ყალბ ურთიერთობებს. როგორც ოჯახურს, ისე მეგობრულსა და საქმიანს. ამ ეპიზოდში ფართოდ გავშლი ურთიერთობების პრობლემებს. განსაკუთრებულ ყურადღებას კი მივანიჭებ ისეთ საკითხებს, როგორიცაა, როგორ დავაღწიოთ თავი მარტოობის განცდას და ჩამოვაყალიბოთ ურთიერთობები, როგორ გავთავისუფლდეთ მანიპულატორისგან, როგორ მოვიპოვოთ და ან დავიბრუნოთ ნდობა ურთიერთობებში. საინტერესო ფსიქოლოგიური რჩევები და ხრიკები გელით წინ. სოციალური ურთიერთობების დამყარება სულ უფრო რთულდება, მიუხედავად იმისა, რომ ციფრულად უფრო მეტად ვართ კავშირზე, ვიდრე ოდესმე. საზოგადოებაში მარტოობის რეკორდული დონე ვლინდება. ბევრი ახლად დამკვიდრებული კულტურული ნორმა ემოციურად ერთმანეთს გვაშორებს. ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ და ვიყენებდეთ მეცნიერულად დადასტურებულ საფუძვლებს სრულფასოვანი სოციალური ცხოვრებისთვის. სიახლობის ძალაში არაფერია იდუმალი. რაც უფრო ხშირად ხედავთ ვინმეს, მით მეტი შესაძლებლობაა ერთმანეთს გაუღიმოთ, მიესალმოთ, დაიწყოთ საუბარი და აღმოაჩინოთ საერთო ინტერესები. სიახლობის ძალა გამომდინარეობს ძალიან ბაზისური ფსიქოლოგიური ფენომენიდან, რომელსაც უბრალო ექსპოზიციის ეფექტი ეწოდება. ეს ეპიზოდი არ არის სოციალური ურთიერთობების ზოგად ტენდენციებზე, თუმცა მაინც საინტერესოა, როგორ უნდა დავაღწიოთ თავი მარტოობის განცდას და შემდეგ ჩამოვაყალიბოთ ურთიერთობები სხვებთან. ახალი არაფერი იქნება იმის თქმაში, ალბათ, რომ პირველ რიგში თავად უნდა მიიღოთ და შეიყვაროთ საკმარისად თქვენი თავი. შეისწავლოთ და დააგვიდეთ თქვენს სხეულს, შინაგან განცდებს, რაზე რა რეაქცია გაქვთ და რატომ. მერე ეცადოთ მართოთ ეს რეაქციები და ასე შემდეგ. თუ პირველ რიგში საკუთარ თავთან ჰარმონია ვერ ისწავლეთ, ვერცხვებისგან მიიღებთ სათანადო ინტერესსა და ყურადღებას თქვენდამი. ანუ ჯერ გიყვარდეთ თავი თქვენი, რომ გაასხიბოთ ისეთი ენერგეტიკა, რომელიც სხვასაც მოიზიდავს თქვენსკენ. გინდათ მეტი დრო გაატაროთ მეგობრებთან ერთად. ადამიანების დაახლოებით ნახევარს სურს მეტი დრო ჰქონდეს მეგობრებთან სატარებლად. ეს ტენდენცია ნაწილობრივ შეიძლება აიხსნას ჩვენი დატვირთული განრიგით, მაგრამ ასევე შეიძლება ასახავდეს პრიორიტეტების ცვლილებასაც. სოციალური კავშირი ჩვენი ფუნდამენტური საჭიროებაა. ჩვენ უფრო ბედნიერ, ჯანმრთელ და ხანგრძლივ სიცოცხლეს ვეწევით, როდესაც საკმარისად გვაქვს ის. თუმცა თანამედროვე სამყაროში სოციალიზაციას ხშირად აღვიქვამთ როგორც ფუფუნებას, რომლის გარეშეც შეგვიძლია ცხოვრება. აზრმა, რომ სოციალური კავშირი ფუფუნებაა და არა აუცილებელი საჭიროება, შეიძლება შექმნას ბარიერი სოციალური კავშირებისთვის, რომელსაც შეიძლება ვერც კი ვაცნობიერებდეთ. ამ ბარიერის დასაძლევად უნდა გვახსოვდეს, რომ სოციალური კავშირი არის ჯანმრთელობის აუცილებელი ქცევა, ისევე მნიშვნელოვანი როგორც ძილი, ვარჯიში და კარგი კვება, კარგი სექსიც. და მას შესაბამისი პრიორიტეტი უნდა მივანიჭოთ. თანამედროვე ცხოვრების ნორმები ართულებს ურთიერთობებს. სოციალური ნორმები ნორმალური ან მისაღები ქცევისთვის დაუწერელი წესებია. საზოგადოებაში სოციალური ნორმები მოიცავს ხელის ჩამორთმებას, მისამებას, თხოვთ და გმადლობთ თქმას და ადამიანებისთვის საკმარისი პირადი სივრცის მიცემას. კარგია ამ ტიპის სოციალურ ნორმებს მივსდიოთ, რადგან ეს ეხმარება ადამიანებს იცოდნენ, რას უნდა ელოდნენ სოციალური ინტერაქციების დროს. ასევე ეს სხვებთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებაში გვეხმარება. თუმცა არსებობს სხვა სოციალური ნორმები, რომელთა დარღვევაც უნდა განვიხილოთ. მოდით, განვიხილოთ შედარებით ახალი ნორმა. ტელეფონების გამოყენება სოციალურ გარემოში. ბოლოდროინდელი გამოკითხვების თანახმად ამერიკის შეერთებული შტატების მოზრდილთა თითქმის 90%-მა აღიარა, რომ იყენებდა ტელეფონს თავისი ბოლო სოციალური ინტერაქციის დროს. ამის დანახვა შეიძლება თითქმის ნებისმიერ წვეულებაზე.
გქონიათ გამოცდილება, როდესაც ვიღაც რეგულარულად უყურებდა თავის ტელეფონს, როდესაც თქვენ მნიშვნელოვან რამეს უყვებოდით. ან უარესი, გქონიათ შემთხვევა, როდესაც თანამოსაუბრე სხვის ტექსტურ შეტყობინებას პასუხობდა, როდესაც თქვენ მასთან საუბრობდით. ეს ცუდ გრძნობას იწვევს. კვლევები ადასტურებს, რომ ასეთი ქცევა გვაგრძნობინებს თავს უარყოფილად და ნაკლებად დაკავშირებულად ჩვენს სოციალურ პარტნიორებთან. ეს ქცევა ასევე არის გაზრდილი კონფლიქტების მიზეზი წყვილებში. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია სოციალურ ნორმებს გაართულოს კავშირი. დღეს ბევრი ადამიანი ცხოვრობს მარტო და მუშაობს დისტანციურად. ასევე დაკავებულობა ცხოვრების წესია. ჩვენ იმ დონემდე ვავსებთ ჩვენს განრიგს, რომ ცოტა დრო რჩება სპონტანური კავშირებისთვის. დამატებით, ბევრი თანამედროვე მშობელი მსხვერპლად სწირავს საკუთარ სოციალურ ცხოვრებას შვილების აქტივობების მხარდასაჭერად. ჩვენი ვარაუდები ადამიანების შესახებ ხშირად მცდარია. ოდესმე გინერვიულიათ სოციალური შეცდომის გამო, რომელიც ნამდვილებში არავის შეუმჩნევია და არც არავის უდარდია. ოდესმე გიგრძნიათ თავი უარყოფილად, როდესაც მეგობარმა არ გიპასუხათ ტექსტზე და შემდეგ გაგიგიათ, რომ მან ტელეფონი დაკარგა. მაშინ სოციალური სიგნალების არასწორად წაკითხვის გამოცდილება გექნებათ. ბოლოს და ბოლოს სხვა ადამიანის გაგება ნამდვილად არ არის ადვილი საქმე. ჩვენ არ შეგვიძლია აზრების საკითხვა, ამიტომ ვაკეთებთ დაწკვნებს სხვების აზრების, გრძნობებისა და განზრახვების შესახებ. 10 წლეულების კვლევები აჩვენებს, რომ ჩვენი დასკვნები ხშირად მცდარია. სხვა ადამიანების შესახებ ჩვენმა მცდარმა აღქმებმა შეიძლება შექმნას ბარიერი სოციალური კავშირებისთვის. ეს ბარიერი შეიძლება დამძლიოთ უფრო პოზიტიური მიდგომის მიღებით. ელოდეთ, რომ ადამიანებს მოეწონებით. ელოდეთ, რომ ისინი დააფასებენ თქვენს მადლიერებას, მხარდაჭერას და სიკეთეს. დიდი ალბათობით ისინი მართლაც დააფასებენ. იმ იშვიათ შემთხვევაში, თუ არ დააფასებენ, ეს სავარაუდოდ თქვენთან არაფერ შუაშია. პრობლემა მათშია. ურთიერთობის შესაძლებლობები ჩვენ თვალწინ. ბევრ ადამიანს გონია, რომ მეგობრების შეძენა იდუმადი პროცესია, ან განისაზღვრება ადამიანის უნიკალური თვისებებით, როგორიცაა იუმორის გრძნობა ან კარგი გარეგნობა. ეს ფაქტორები მართლაც მნიშვნელოვანია, მაგრამ კვლევები გვიჩვენებს, რომ მოწონება ასევე გამოწვეულია მარტივი, ყოველდღიური ფაქტორებით, როგორიცაა რამდენად ხშირად გადაიკვეთება თქვენი გზები ან რამდენი რამ გაქვთ საერთო. ერთ-ერთი ყველაზე გაუთვალისწინებელი ფაქტორია სიახლოვე. სოციალური ფსიქოლოგის ელიოტ არონსონის სიტყვებით, ადამიანები, რომლებიც გეოგრაფიულად ყველაზე ახლოს არიან თქვენთან, სავარაუდოდ ყველაზე ახლობლების გახდებიან. სიახლოვის ზალაში არაფერია იდუმალი, რაც უფრო ხშირად ხედავთ ვინმეს, მით მეტი შესაძლებლობაა ერთმანეთს გაუღიმოთ, მიესალმოთ, დაიწყოთ საუბარი და აღმოაჩინოთ საერთო ინტერესები. სიახლოვის ძალა გამომდინარეობს ძალიან ბაზისური ფსიქოლოგიური ფენომენიდან, რომელსაც უბრალო ექსპოზიციის ეფექტი ეწოდება. ჩართეთ კამერა ზუმის შეხვედრებზე, დაწერეთ კომენტარები თქვენი მეგობრების სოციალური მედიის პოსტებზე, ან წადით იოგაზე ნაცვლად იმისა, რომ სტრიმინგით უყუროთ გაგვეთის თქვენს ოთახში. ეცადეთ გამოჩნდეთ. შეგიძლიათ ცადოთ სპორტ დარბაზში სიარული, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს. ეს ზრდის შანსებს, რომ ერთსა და იმავე ადამიანებს შეხვდეთ ხოლმე. დროთა განმავლობაში დაიწყებთ სხვების ცნობას და ისინიც დაიწყებენ თქვენს ცნობას, რამაც შეიძლება რაღაც მეტს მისცეს საფუძველი. ეს რჩევა განსაკუთრებით სარგებლის მომტანია მორცხვი ადამიანებისთვის. არ არის საჭირო იყოთ ყველაზე მახვილგონიერი ან ექსტრავერტი ოთახში. შეიძლება უბრალოდ გამოჩენა იყოს საკმარისი. გახსნა სარისკოა, მაგრამ ღირს. როგორ გრძნობთ თავს ღრმა საუბრებისას, სადაც აღიარებთ თქვენს არასრულყოფილებებს, გააზიარებთ თქვენს ნამდვილ გრძნობებს, ან ამჟღავნებთ თქვენს ყველაზე ღრმა სურვილებს. როგორ გრძნობთ თავს მეგობრობაში თქვენი ნამდვილი მეს ჩვენებისას. კვლევები გვიჩვენებს, რომ ბევრი ჩვენგანი თავს იკავებს ამ ტიპის ქცევებისგან, მაგრამ ისინი არის გასაღები ურთიერთობებში მეტი სიახლოვის მისაღწევად. ეცადეთ ყველგან იყოთ ის, ვინც ხართ.
მანიპულაციები ხშირად კარგად არის შენიღბული, იმდენადაც კი, რომ ხანდახან ჩვენსავე ინსტინქტებსა და აღქმებში შეგვატანინებს ეჭვს. თავისი არსით კონტროლის ფორმა რეალობის დამახინჯება, რათა მანიპულატორმა სხვაზე ძალაუფლება მოიპოვოს. მისთვის ჩვეული ტაქტიკები კი ასე გამოიყურება. ყურადღების გადატანა კონკრეტული საკითხიდან პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით. იძულება ეჭვი შეატანინონ სხვებს საკუთარ შეხედულებებსა თუ მოგონებებში. სხვისი ემპათიით სარგებლობა, რათა ვალდებულების განცდა დაებადოთ. მნიშვნელოვან საუბრებში ჩართვის უარყოფა, რაც რეციპიენტს იმედგაცრუებულს ტოვებს. მანიპულაციებს ყველგან იპოვით, თუმცა საგანგაშო ნიშნებს გაგაცნობთ. არათანმიმდევრული ამბები, როცა ფაქტები ან შეთანხმებები კონტექსტის მიხედვით იცვლება. დაუსაბუთებელი თავდაცვა, გადაჭარბებული რეაქცია ლოგიკურ კითხვებსა თუ საკითხებზე. მსხვერპლის როლის მორგება, გამუდმებით სხვისი დანანაშაულება. თუმცა მანიპულაციის ამოცნობა ერთია, მაგრამ მათზე პასუხის გაცემაც საჭიროა. ამიტომ ქვემოთ სტრატეგიებს გაგაცნობთ თქვენიმე სიმშვიდის შესანარჩუნებლად და მანიპულატორებთან გასამკლავებლად. დააწესეთ მკაცრი საზღვრები. მანიპულატორებისთვის ბუნდოვანი საზღვრები კომფორტის ზონაა, ამიტომ იყავით მკაფიო. დააწესეთ საზღვრები და თანმიმდევრულობა შეინარჩუნეთ. უერთგულეთ ფაქტებს, ჩაიწერეთ შეთანხმებები და როცა ნარატივი ცვლილებას დაიწყებს, გადახედეთ მათ. თავი არიდეთ ემოციურ ჩართულობას. მანიპულატორები ხშირად სარგებლობენ რეაქციებით, ამიტომ სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ფოკუსირდით. ასე მათ ტაქტიკას გაანეიტრალებთ. ეძიეთ მხარდაჭერა. ამ პროცესში არც ხვების დახმარებაზე უნდა თქვათ უარი. იქნება ეს სანდო მეგობარი, ფსიქოთერაპევტი თუ იურიდიული მრჩეველი. გააჩნია მანიპულაციის და მანიპულატორის სიმძაფრეს. გახსოვდეთ, რომ მანიპულაციისგან გათავისუფლება მხოლოდ ტოქსიკური დინამიკის დასრულებას არ ეხება. საკუთარი ძლიერი მხარეების აღმოჩენა უფროა. თუ ერთი ნაბიჯით უკან დაიხებთ, სიმართლეს დაინახავთ. გაიაზრებთ, რომ მანიპულაციის ქვეშ ხართ და ეს თქვენი ბრალი არ არის. ამის გაანალიზება კი ბევრ რამეს შეცვლის. მართალია, მანიპულატორები ყველაფერში ეჭვის შეტანისკენ გვიბიძგებენ. იქნება ეს ჩვენი აღქმები, გადაწყვეტილებები თუ საერთო ღირებულებები. მაგრამ გახსოვდეთ, რომ გამოსავალი არსებობს და ამაზე უკვე ვისაუბრე. პროცესში კი მთავარია. პირველი, არ შეადაროთ თავის ხვებს. მეორე, ირგვლივ პოზიტიური ადამიანები შემოიკრიბეთ. მესამე, იზრუნდათ თქვენს სხეულზე. მეოთხე, იყავით კეთილი საკუთარი თავის მიმართ. მეხუთე, ივარჯიშეთ საკუთარ თავთან პოზიტიურად საუბარში. მეექვსე, გაუმკლავდით თქვენს შიშებს. მეშვიდე, გააკეთეთ ის, რაც კარგად გამოგდით. მერვე, იცოდეთ როდის თქვათ არა. მეცხრე, დააწესეთ რეალური მიზნები. მოკლედ თითოეულ მათგანზე. პირველი, არ შეადაროთ თავი სხვებს. ხშირად იმ ადამიანებს ადარებთ თავს, რომელთაც Instagram-ზე ათვალიერებთ, თუ მეგობრის ხელფას საკუთარ შემოსავალს. სოციალური შედარების თეორია გვეუბნება, რომ ეს ნორმალურია. თუმცა თავდაჯერების გაზრდაში ნამდვილად ვერ დაგეხმარებათ. ეჭვებს აჩენს და რაც უფრო მეტი ეჭვი გვაქვს, მით უფრო ცუდად გვგრძნობთ თავს. ამიტომ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ყველა ადამიანს საკუთარი გზა აქვს და ცხოვრება შეჯიბრი ნამდვილად არ არის. თუ მაინც სხვას ედრებით, კარგი იქნება აქვე თქვენს ძლიერ მხარეებსა და წარმატებებსაც თუ შეახსენებთ საკუთარ თავს. ამ უკანასკნელისთვის დღიური წარმოებაც გამოგადგებათ. მეორე, ირგვლივ პოზიტიური ადამიანები შემოიკრიბეთ. დაფიქრდით, როგორ გაგრძნობინებენ თავს თქვენი მეგობრები, გარშემოყოფები, უკეთეს ხასიათზე გაყენებენ თუ არა, განგსჯიან თუ პირიქით. ირგვლივ მყოფი ადამიანები თქვენი თავის მიმართ თქვენსავე აზრებსა და დამოკიდებულებებზე ზემოქმედებენ. იმაზე მეტადაც კი, ვიდრე ამას აცნობიერებთ. ამგვარად თუ კონკრეტული პირი თავს ცუდად გაგრძნობინებთ, დამშვიდობების დროა. იმ ადამიანებს დაუთმეთ დრო, რომლებიც თავს კარგად გაგრძნობინებთ და ეს თქვენს თავდაჯერებაზეც დადებითად აისახება. გახსოვდეთ, ერთი ცხოვრება გვაქვს და ხანმოკლე დრო. მესამე, იზრუნეთ თქვენს სხეულზე. რთულია, საკუთარი თავის მიმართ კეთილგანწყობილი იყო, როცა საკუთარი სხეული არ მოგწონს. გამოსავალი კი თავის მოვლაშია.
იმის ცოდნაში, რომ რაღაც კარგს აკეთებთ თქვენი გონებისთვის, სხეულისა და სულისთვის. შედეგად კი მეტ თავდაჯერებას მიიღებთ. ამგვარად იკვებეთ ჯანსაღად, ეს თავს უფრო ძლიერად და ენერგიულად გაგრძნობინებთ. ივარჯიშეთ, რადგან ასე თავდაჯერებას გაზრდით. თუ გსურთ, მედიტაციასაც მიმართეთ და ეცადეთ ხარისხენად გამოიძინოთ. სხეულზე ზრუნვა უბრალოდ იმას არ ნიშნავს, რომ კარგად გამოიყურებოდეთ, კარგად ჩაიცვათ. როცა საკუთარ თავსა და თავის მოვლას აქცევთ პრიორიტეტად, სამყაროს ეუბნებით, რომ მნიშვნელოვანი ხართ, რაც სხვებსაც იმავეში არწმუნებს. მეოთხე, იყავით კეთილი საკუთარი თავის მიმართ. როცა შეცდომას დაუშვებთ, დამარცხდებით, ან რაღაც ისე არ გამოგივათ, როგორც გინდოდათ. ეცადეთ საკუთარი თავის მიმართ კეთილგანწყობა შეინარჩუნოთ. ეს ემოციურად მეტად მოქნის გაგხდით. გააუმჯობესებს კავშირს როგორც სხვებთან, ისე საკუთარ თავთან, რაც სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანია. მეხუთე, ივარჯიშეთ საკუთარ თავთან პოზიტიურად საუბარში. ნეგატიური საუბრები თავდაჯერებაზე უარყოფითად მოქმედებს. ასე, საკუთარ თავს ქვეცნობიერად არ წმუნებთ, რომ რაღაც თქვენთვის ზედმეტად რთულია და ვერ გაუმკლავდებით. ამიტომ, კონკრეტული ფრაზები პოზიტიურით ჩაანაცვლეთ. მე ვერ გავუმკლავდები, ეს შეუძლებელია. ვანაცვლებთ, მე ამას შევძლებ. უნდა ვცადო. ვერაფერს ვაკეთებ სწორად. შემდეგ ჯერზე უკეთესად გამომივა. სულ მცირე აქედან რაღაც ვისწავლე. მეზიზღება საჯაროდ საუბარი. არ მომწონს საჯაროდ საუბარი. ყველას აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები. მეექვსე, გაუმკლავდით თქვენს შიშებს. თავი დაანებეთ თავდაჯერებულობის ლოდინს იმისათვის, რომ სამსახურში დაწინაურება მოითხოვოთ, ან ვინმე პაემანზე დაპატიჟოთ. ამას კი თქვენი შიშების წინ წამოწევითა და მათთან გამკლავებით მოახერხებთ. საკუთარ თავს უთხარით, რომ ეს უბრალო ექსპერიმენტია. შემდეგ კი ნახეთ რა მოხდება. ამის თქმა კი ბევრად მარტივია, ვიდრე შესრულება, მაგრამ პროცესში პატარა გამარჯვებებიც კი დიდ შედეგს გამოიღებს. მეშვიდე, გააკეთეთ ის, რაც კარგად გამოგდით. აბა დაფიქრდით, რა ხდება, როცა იმას აკეთებთ, რაც კარგად გამოგდით. თავდაჯერება იმატებს. თქვენი ძლიერი მხარეები კიდევ უფრო ძლიერდება, რაც საკუთარი თავის რწმენასაც აუმჯობესებს. ამგვარად ცხოვრებითაც უფრო კმაყოფილი ხართ. ამიტომ თუ ფეხბურთი განიჭებთ სიამოვნებას, ეცადეთ კვირაში მინიმუმ ერთხელ ითამაშოთ. თუ სამსახურში კონკრეტული დავალება, ეცადეთ უფრო მეტად აკეთოთ, რადგან ასე თავდაჯერებულობას გაზრდით. მერვე, იცოდეთ როდის თქვათ არა. უარის თქმა იმ საქმეებზე, რომლის კეთებაც თქვენს თავდაჯერებაზე უარყოფითად აისახება, სასარგებლოა. თუმცა იმას არ გეუბნებით, რომ დისკომფორტს ყოველთვის თავი უნდა აერიდოთ. პირიქით, ეს პიროვნული ზრდის პროცესის ნაწილია. ამის მიუხედავად, არაფერია ცუდის საკუთარი საზღვრების ცოდნასა და მათ დაცვაში. სოციალური და ემოციური საზღვრების დაწესებით ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფთ. მეცხრე, დააწესეთ რეალური მიზნები. ბუნებრივია, რომ რთულად მისაღწევი მიზნების დაწესებით და შემდგომ წარუმატებლობით ამ გზაზე თავდაჯერების დონეები მცირდება. გამოსავალი კი რეალური მიზნების დასახვაშია. ასე, მათი მიღწევის შანსებიც იზრდება და თავდაჯერებაც იმატებს. მარტივად წარმოსადეგი რომ გახდეს თქვენთვის, ერთ მაგალითს შემოგთავაზებთ. თუ მიზნად წონის კლება გაქვთ დასახული, იგი კვირაში 1 ან 2 კილოს დაკლებად გარდაქმენით და არა 10-ის. და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ ეს ყველაფერი ამად ღირს. თავდაჯერებული ადამიანები სხვების წარმატებითაც ბედნიერები არიან. ოპტიმისტურად არიან განწყობინი, რისკებზე წასვლაც სურთ. ბევრსაც იცინიან, სწავლობენ და ვითარდებიან. არც შეცდომების აღიარება უჭირთ და არც პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. ნდობა ურთიერთობებს თან სულაც არ ახლავს და არც მისი მოპოვებაა მარტივი. ეს პროცესი რისკებზე წასვლასაც მოითხოვს და გამიზნულ ქმედებებსაც. პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებასა და თანმიმდევრულ ძალისხმევასაც ეხება. თუმცა, ხშირად იკარგება ხოლმე. ამიტომ, 9 რჩევას გაგიზიარებთ, რომლებიც ურთიერთობაში ნდობის მოპოვებასა თუ დაბრუნებაში დაგეხმარებათ. შემდეგ კი კოგნიტურ-ქცევითი თერაპიის 4 მეთოდსაც გაგაცნობთ.
პირველი, იყავით სიტყვის ერთგული და მიიღებით მას თქვენი ქმედებებით. ნდობა პატიოსნებისა და ერთიანობის შეგრძნებით იწყება. გაეცით დაპირებები და ეცადეთ შეასრულოთ. თუ ნდობას დაარღვევთ თანმიმდევრული იყავით ქმედებებში და მეორე პირს აჩვენეთ ძალისხმევა, რომ ამის გამოსწორება გსურთ. მეორე, ისწავლეთ ეფექტურად კომუნიკაცია. კაფეო კომუნიკაცია ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია. ის თუ როგორ აჟღერებთ თქვენს საჭიროებებს, პარტნიორს თქვენს გაცნობაში ეხმარება. ისწავლეთ თქვენს ემოციებზე საუბარი. კავშირი რაღაც განზრახვით დაამყარეთ და ღია იყავით უკავშირის მიმართ, მაშინაც კი, როცა იგი უარყოფითია. მესამე, იყავით ემპათიური. გულწრფელი ნდობის ჩამოყალიბებაში სწორედ ეს დაგეხმარებათ. საკითხს მეორე ადამიანის პერსპექტივიდან შეხედეთ და შეაფასეთ მათი ემოციები. ეს თქვენს ემოციურ ინტელექტს აჩვენებს. მიანიშნებს სხვებს, რომ მათ გამოცდილებას აფასებთ და მზად ხართ პრიორიტეტი მათსავე გრძნობებსა და საჭიროებებს მიანიჭოთ. მეოთხე, აიღეთ ემოციური პასუხისმგებლობა. პარტნიორის საჭიროებებზე ემოციურად მორგება მნიშვნელოვანია ნდობის დასამყარებლად. დაუცველობის მომენტებში რეაგირება ემოციურ კავშირებს აძლიერებს და უსაფრთხოების განცდას ქმნის ურთიერთობებში. მეხუთე, დრო დაუთმეთ გადაწყვეტილებების მიღებას და ქმედებამდე ბევრი იფიქრეთ. როგორც უკვე აღვნიშნე, ნდობის მოპოვება გამიზნული ქმედებაა. პროგრესში კი არათანმიმდევრული ქმედებები, ნაკლებად ნაფიქრი გადაწყვეტილებები ან ზედმეტი დაპირებები ძალიან შეგიშლით ხელს. შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები და ქმედებების პოტენციური შედეგები, რათა სხვის თვალში სანდო ადამიანად ჩამოყალიბდეთ. მეექვსე, ჩაერთეთ რიტუალებში. მცირე გამიზნული ქმედებები, მაგალითად საერთო რიტუალები ან რუტინები, ნდობას აძლიერებს. განსაკუთრებით კი ეს წყვილებს ეხება. კავშირის მსგავსი მომენტები სტაბილურობას შეგიქმნით და ურთიერთობის ერთგულების ხარისხსაც აჩვენებს. მეშვიდე, აღიარეთ შეცდომები. შეცდომები ბუნებრივია, თუმცა როგორ დაუშვებთ ან გაუმკლავდებით მას, სწორედ ის არის, რაც ნდობაზე ზემოქმედებს. ღიად აღიარეთ თქვენი შეცდომები გამონაკლისების გარეშე, ან ითხოვეთ პატიება. ეს კავშირს გააძლიერებს და ნდობის საფუძველიც გახდება. მერვე, მოусმინეთ პარტნიორს. მეცნიერები ამბობენ, რომ პარტნიორის გავლენა უმნიშვნელოვანესია ურთიერთობისთვის. აქტიურად მოусმინეთ პარტნიორის საჭიროებებსა და იმედებს. გამოთქვით ადაპტირების სურვილი და აჩვენეთ, რომ მხარს უჭერთ. მეცხრე, გამოხატეთ მადლიერება რეგულარულად. მადლიერება კავშირებსაც აძლიერებს და ნდობასაც, პატივისცემასაც აჩვენებს და პოზიტიურ ქმედებებსაც ურთიერთობაში. ამიტომ ეცადეთ არ დაივიწყოთ. ახლა კი 4 განსხვავებული კოგნიტური ქცევითი თერაპიის ხელსაწყოს შემოგთავაზებთ, რომლებსაც ნდობის დასაბრუნებლად მიმართავენ ხოლმე. დაადგინეთ და გამოწვევების წინაშე დააყენეთ ფიქრები, რომლებიც ნდობაზე უარყოფითად ზემოქმედებს. დაბრუნდით წარსულის მტკივნეულ მომენტებში, ივარჯიშეთ გაზიარებაში, შექმნით ნდობის მოპოვების რიტუალები. დაადგინეთ და გამოწვევების წინაშე დააყენეთ ფიქრები, რომლებიც ნდობაზე უარყოფითად ზემოქმედებს. აქ ისეთი აზრები იგულისხმება, როგორებიცაა ყველა მიღალატებს, ვერავის დავერყნომი. გამოიყენეთ დღიური მათ ჩასაწერად და საკუთარ თავს კითხეთ, რომელი მტკიცებულება უჭერს ამ მოსაზრებას მხარს და რომელი ეწინააღმდეგება. შემდეგ კი არასასურველი აზრები, დაბალანსებული ალტერნატივებით შეცვალეთ. ყველას არ უღალატია, ნდობა დროთა განმავლობაში გაუმჯობესდება. დაბრუნდით წარსულის მტკივნეულ მომენტებში. ესტუმრეთ თქვენი წარსულის მტკივნეულ მომენტებს. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ მტკივილი მოგაყენოთ, არამედ იმიტომ, რომ მისი მნიშვნელობა ხელახლა დაინახოთ. საკუთარ თავს კითხეთ, ეს ღალატი პერსონალური იყო თუ სხვისი არჩევანის გარემოებებით გამოწვეული. როცა მოვლენებს იზოლირებულად შეხედავთ და არ ჩათვლით უნივერსალურად, მათ გავლენასაც შეამცირებთ მომავლის ურთიერთობებზე. ივარჯიშეთ გაზიარებაში. პატარა ქმედებებითა და მართვადი რისკებით დაიწყეთ. მაგალითად, გაუზიარეთ მცირე პრობლემა ან სთხოვეთ დახმარება. რაც უფრო იზრდება თქვენი თავდაჯერება, მით უფრო იზრდება მოწყვლადობის დონეც. პროცესს თუ ნელ-ნელა მიყვებით, ეტაპობრივად თავს უსაფრთხოდ იგრძნობთ და აღარც სხვებისთვის რაღაცების გაზიარება იქნება თქვენთვის პრობლემა.
შექმენით ნდობის მოპოვების რიტუალები. და ბოლოს, ისეთი თანდათანობითი ჩვევები განივითარეთ, რომლებიც ნდობას გააძლიერებს. მაგალითად, კვირაში ერთხელ გამოყავით დრო მნიშვნელოვანი საუბრებისთვის, მადლიერების გამოხატვისთვის ან დაპირებების შესრულებისთვის. მსგავსი რიტუალები ნდობას აჩვენებს და ურთიერთობებში დაცულობის შეგრძნებას აჩენს. წარმატებულ პრაქტიკას გისურვებთ. ჩვენი ცხოვრება თავიდან ბოლომდე ემოციური აღქმების კორიანდელია. ჩვენმე ვარქმევთ მოვლენას სახელს და იმასაც თუ როგორ მივიღოთ ის. ამ შემთხვევაში ის რაც ჩვენთვის კარგია, შესაძლოა სხვისთვის ცუდი იყოს, ან პირიქით. ამიტომ გეთანხმებით, რთულია სოციალური ურთიერთობები და საერთოდ ცხოვრებაც. თუმცა, შენი ინდივიდუალური ფსიქოლოგიის დაკვირვება და ახალი აღმოჩენები უმნიშვნელოვანესია. გასაღები ჩვენ თავად გვიჭირავს ხელში და რამდენადაც ბანალურად არ უნდა ჟღერდეს ეს ხაზგასმა, კი ნამდვილად ჩვენმე ვართ ჩვენივე პრობლემების შემქმნელებიც და თავის დაღწევის საშუალებებიც ჩვენს ხელთაა. რატომ? ხშირად ვამბობთ, გარემოა ტოქსიკური და მე რა ვქნა? შენ უშვებ რომ ეს ტოქსიკურობა მოგიახლოვდეს. ნავიგაცია რთულ სიტუაციებში გაძლევს იმის საშუალებას, რომ ყველა მომენტი საშენოდ გამოიყენო. თუ აყვები და მოეშვები, მაშინ რა თქმა უნდა შენზე ბატონობის უამრავი მხარე აბუბოქრდება. ეს იქნება გარშემომყოფი ადამიანები, პოლიტიკური თუ რელიგიური დოგმები და ასე შემდეგ. შენ აძლევს სხვებს იმის საშუალებას, რომ არ იყო კარგად. ცხოვრება რომ ბრძოლა, ახალი ამბავი არ არის. თავარია შენ როგორ სტრატეგიას აირჩევ. მოკლედ, აქ დავასრულებ ამ ეპიზოდს და მომავალში ისევ დაგიბრუნდებით ამავე თემატიკის ვიდეოთი. შენ კი გამოთქვი შენი მოსაზრება მოსმენიდან დაკავშირებით და გამოიწერე კოდის YouTube არხი. დაგვიჭირე მხარი და მადლობა მხარდაჭერისთვის.